მსოფლიო ღვინის რეგიონების მხარდაჭერის მიზნით IWS-ი საქართველოში მორიგი საერთაშორისო კონკურსი გამართა, რომლის ფარგლებშიც უცხოელმა და ქართველმა ჟიურის წევრებმა იმოგზაურეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, შეხვდნენ ადგილობრივ მეღვინეობებს და დააგემოვნეს მათი ნაწარმი. ამჯერად მათ ბოლნისმა უმასპინძლა, სადაც ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების გაცნობა და დეგუსტაცია გაიმართა. თავდაპირველად საერთაშორისო ფესტივალის ჟიური გაერთიანება ღვინო ბოლნისის წევრ მევენახე მეღვინეს იოსებ ქობულაძეს ესტუმრა, მარაში, რომლის ნაწარმიც სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო კონკურსისა თუ ფესტივალების აქტიური მონაწილე და არაერთგზის პრიზიორია. ჩემთვის ეს კონკურსი არის პოპულარიზაციისთვის ძალიან კარგი, მსოფლიო მნიშვნელობის კონკურსი არის, რა თქმა უნდა, პრესტიჟია ჩემთვისაც და ჩემი ღვინოს ცნობადობისთვის ძალიან კარგია და წარმოდგენილი იყო კონკურსზე ჩემი 21 წლის კლასიკური საფერავი, მის გარდა კიდევ წარდგენილია 2020-ის საფერავი და რქაწითელი 2018 წლის. რაც კონკურსი ტარდება 2017 წლის შემდეგ, ყველა კონკურსში აქვს ამ ღვინოს მიღებული მონაწილეობა და ყველგან აქვს ჯილდოები, ზოგან ოქროა, ზოგან ვერცხლია. ყველაზე კარგი ის არის, რომ თვითონ ამ ჟიურის წევრებს აქვთ იმის საშუალება, რომ პირდაპირ გაიცნონ მეღვინეები. მეღვინეებისთვისაც კარგია ის, რომ თვითონ პირადად იცნობენ იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ შეაფასა იმათი ღვინო, თუნდაც ღვინის გაყიდვებში, თუნდაც ცნობადობის გაზრდაში ძალიან უწყობს ხელს. სხვა მეღვინეების ნაწარმის დეგუსტაცია უკვე ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში ჩატარდა, რომელიც გაერთიანება ღვინო ბოლნისის 23 წევრი მარნის 60-ზე მეტი დასახელების ღვინოს აერთიანებს. გაერთიანების უმთავრეს მიზანს კი წარმოადგენს ბოლნისური მეღვინეობის განვითარება და პოპულარიზაცია, რაშიც მას კომპანია RMG ეხმარება. სამთო მომპოვებელი კომპანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივ მცირე მეწარმეთა ეკონომიკურ გაძლიერებაში და ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამის მეშვეობით არაერთ პროექტს ახორციელებს. ბოლნისი ქართული ღვინის რუკაზე ახალი ადგილწარმოშობის დასახელებაა, შესაბამისად მსოფლიო დონის ექსპერტების მიერ ადგილზე მარნების გაცნობა, ღვინოების დეგუსტაცია და კულტურა, ბოლნისული კულტურა ღვინოსთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კომპანია RMG-ს 2018 წლიდან მემორანდუმის საფუძველზე ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა ბოლნისელ მეღვინეებთან, რის შედეგადაც კომპანიამ აიღო პასუხისმგებლობა ხელი შეუწყოს ადგილობრივი მეღვინეობის წარმოებას, პოპულარიზაციასა და განვითარებას. ჩემი მეღვინეობას გახლავთ მეღვინეობა მადლიერი, მე მაქვს ჩაშლილი მადლიერება ამ კონკრეტულ ვარიანტში ეს გახლავთ საფერავი 2022 წლის მადლიერი მამა დავარქვი, როცა შვილი შემეძინა, მაშინ გამიშდა ეს ინსპირაცია. უცხოელ ტურისტებთან და სტუმრებთან მაქვს ხოლმე საშუალება ვისაუბრო ქართულ მადლიერებაზე, რაც ვფიქრობ ღვინოსთან ძალიან ახლოს არის. IWS-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული ღვინის კონკურსია, რომელიც მწარმოებლებს თავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, საერთაშორისო ცნობილი ინდუსტრიის ექსპერტების წინაშე. წელს საერთაშორისო კონკურსის მსაჯების გუნდს ქართული ღვინის ცნობილი ექსპერტი და პოპულარიზატორი დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში, ღვინის მაგისტრი სარა ებოდი ხელმძღვანელობდა. ჩვენ ეს პროექტი 3 წლის წინ დავიწყეთ და მას შემდეგ კონკურსის მასშტაბები ძალიან გაიზარდა. ეს მართლაც რომ წარმატებული ინიციატივაა. ძალიან ბევრი საინტერესო განაცხადი მივიღეთ წელს, რადგან მწარმოებლებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ უწევდათ ღვინის დიდ ბრიტანეთში გამოგზავნა. საქართველოში ამ კონკურსის ჩამოტანამ გააჩინა შესაძლებლობა, რომ ადგილზე მონაწილეობა ბევრ ადგილობრივ მეწარმეს მიეღო. კონკურსის ფარგლებში გავსინჯეთ ძალიან კარგი ღვინოები ბოლნისიდან. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს არის იმედის მომცემი რეგიონი. ყველა მწარმოებელი მუშაობს ერთად და ეს ფანტასტიკურია. საქართველოში ჩატარებული IWS-ის კონკურსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მწარმოებლებისთვის, მათ შორის ბოლნისელი მეღვინეებისთვის, რომლებიც კონკურსში მესამე წელია აქტიურად იღებენ მონაწილეობას. წელს ამ პრესტიჟულ კონკურსზე ბოლნისურმა ღვინომ პირველი ოქრო დაიმსახურა. ასევე ჟიურიმ ბოლნისურ ღვინოებს დამატებით 4 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალი მიანიჭა, რაც ადგილობრივი მცირე მარნებისთვის დიდი
აღიარებაა.